მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასეთი ძალიან ცხელი სიახლე გვაქვს ინდოეთიდან, სადაც პაკისტანსა და ინდოეთს შორის უკვე კრიტიკულ ზღვარზეა მიმდგარი ახალი სამხედრო ესკალაციის დაწყების საკითხი. მიზეზი ამ ყველაფრის არის ისტორიული, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ლამაზი რეგიონი, რომელსაც კაშმირი ეწოდება, რომელიც არის ალბათ ჩემის შეფასებით 64 დედამიწაზე, რადგანაც მთელი ინდოეთის, პაკისტანის წყლები, ლამაზი ბუნება, ლამაზი ტურისტული ადგილები ყველაფერი ამ რეგიონზე მოდის. მეგობრებო, ძალიან დაიძაბა ბოლო დროს ვითარება მათ შორის, რადგანაც ტურისტები ჩაუხოცია თვითონ პაკისტანელ ტერორისტებს, რადგანაც ინდოეთმა წყლის შეთანხმება გადაუკეტა პაკისტანს, რის მეშვეობითაც ესკალაცია დაიწყო უკვე, დაწყებულია უკვე შეტაკებები, მიმდინარეობს გარკვეული ესე თქვა ტერიტორიების ევაკუაცია და ველოდებით როდის გადავა ეს ყველაფერი უკვე დიდ სამხედრო დაპირისპირებაში, რომელსაც ძალიან დიდი ისტორიული საფუძველი აქვს, რომელსაც მე დღეს ამ ვიდეოში თქვენ აგიხსნით. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო მეგობრებო, გამოიწერეთ არხი. ასევე შეგიძლიათ გაკეთოთ დონაცია, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში და შეგიძლიათ ასევე გავუყეთ Instagram-ზე, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და საინტერესო პოსტებს წერ ხოლმე. ასე რომ ყველაფერი აღწერაში ამითითებული. მოდი ახლა რა ხდება? მოკლედ ეს არის ვიდეო მეგობრებო. პალაგამ ინდიან ადმინისტრატ კაშმირი. ეს არის ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაცია კაშმირში. ახლა მე თქვი კაშმირის ისტორიას აგიხსნით, როგორც ცოტა მაცადეთ რომ შესავალი გავაკეთო და მე გადავალ უკვე ისტორიაზე, აი მეორე მსოფლიო ომის მერე როგორ დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა იქ ორი სახელმწიფოს წარმოქმნა, რა არის ამ გაუგებრობის მიზეზი და ყველანაირი ხელწერას გაგაცნობ ამასთან მიმართებაში. ეს არის ვიდეო რომელიც გავრცელდა მეგობრებო. ანუ ტურისტების კემპზე მიიტანეს შეტევა პაკისტანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ამას ოფიციალური წყაროები ამბობენ ახლა და როგორც იცით მე ხა მეინსტრიმ მედიას მე არ ვენდობი, ძირითადად შემთხვევაში, ამიტომ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმიტომ ძალიან საინტერესოდ ემთხვევა JD Vance-ის ვიზიტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, რითიც ჩვენ ვიცით რომ ახლა ინდოეთს მხარდაჭერა აქვს ძალიან დიდი, მათ შორის რუსეთიდან, მათ შორის ამერიკიდან. პაკისტანს აქვს ჩინეთიდან და ძირითადად არაბული ქვეყნებიდან. გავუყოთ. და დაიწყო ამის შემდგომ, როდესაც ეს ყველაფერი განხორციელა და დაიწყო უკვე სამხედრო ესკალაცია. მოდი ნახოთ კადრები. სხვადასხვა არ გეხუმრებათ მეგობრებო, რადგან პაკისტანს და ინდოეთს აქვს ატომური იარაღი. როიცოდეთ. გეცოდინებათ, მე დარწმუნებული ვარ ხა ჩემ გამომწერებს, მაგრამ ეს ძალიან საშიში არ არის. სახუმარო თემა. თან როგორც ვიცი, კაშმირის რეგიონში ინდოეთს ყავს მობილიზებული დაახლოებით მილიონი ჯარისკაცი მარტო კაშმირში. უყურეთ. Any attempt to stop or divert the flow of water belonging to Pakistan as per the Indus Water Treaty. ანუ ნებისმიერი რამე რაც შეაჩერებსო ინდოეთის კონტროლებადი მხრიდან სასმელი წყლის მიწოდებასო, ანუ კაშმირის სამხრეთ რეგიონზე აქვს საუბარიო, ეს აღქმული იქნება როგორც დაპირისპირება პაკისტანთან. And the usurpation of the rights of lower riparian will და ჩვენ გვაქვს სრული სამართლებრივი, ესე ვთქვათ, იმუნიტეტი, რომ დავიცვათ ჩვენი კონტროლებადი ტერიტორიები. as an act of war. და საპასუხოდ ამაზე მივიღეთ full scale, ანუ სამხედრო დაპირისპირებას, რა ესე რომ თარგმნით. სრული სამხედრო დაპირისპირებას. And responded with full force. ეს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ეს არის მეგობრებო, აი დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი ეს ნანგრევები და ეს არის კავშირის რეგიონში ეს ავიაგამანადგურებლები, რომლებიც უკვე პატრულირებენ ღიად და მიდის უკვე კონტროლებადი ტერიტორიების გადანაწილება, ასევე ხალხის ესკალაცია. ძალიან დაძაბული სიტუაცია. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არ მინდა თქვენ გეხუმრებოდეთ მეგობრებო, რადგან ახლა მე თქვენ განახებთ, აი კონკრეტულად, აი კაშმირი რა არის მეგობრებო, ახლა მე თქვენ აგიხსნით. მოდი. აი, ნახეთ რაზე გვაქვს მეგობრებო, ახლა ჩვენ აქ საუბარი. მოდი ახლა კარგად შევხედოთ ამ ყველაფერს, ვინცა. გავასწორო. ხო. მეგობრებო, ნახეთ 1947 წელს ჩვენმა დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც სოფლიოში არაერთი ბრჭყალებში ჩორტის ჩაგდება მიუძღვის სახელმწიფოებს შორის, რადგან დიდი ბრიტანეთი განთქმულია ორ ქვეყანაში არსებული, აბსოლუტურად ერთ ქვეყანაში არსებული ორი სახელმწიფოს შექმნით. ეს ვიცით ჩვენ პალესტინის შემთხვევიდან გამომდინარე, როდესაც ისრაელს მანდატები მიანიჭეს, ასევე ვიცით გაერომ რა გააკეთა ჩრდილოეთ სამხრეთ კორეაში, სადემარკაციო ხაზი, ასევე ვიცით რა ქნეს მათ იუგოსლავიაში,
ასევე ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით სოფლის სხვადასხვა წერტილში თუ როგორ ერევა დიდი ბრიტანეთიდან როგორ წარმოქნა ესე თქვათ ერთ ქვეყანაში არსებული ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო და მეორე სამხედრო ამკლავი დაახლოებით და ასეთი არის კაშმირის მეგობრებო 57 წელს ესეთი რამე გამოიგონეს ინდოეთში წარმოქმნეს ორი სახელმწიფო ერთი პაკისტანი რომელიც იყო ძირითადად მუსლიმები და დასახლებულები და მეორე იყო ინდოეთი სადაც იყვნენ ჰინდუისტები ეხლა რა ხდება მეგობრებო აქ იყო კონფლიქტის ზონა აი როგორც აფხაზეთი ჩვენთან, აი როგორც მაგალითად ავიღოთ კოსოვო, რა ვიცი, როგორც ავიღოთ მაგალითად ღაზა და მრავალი სხვა, ხო და ეხლა რა ხდება? კაშმირზე გააკეთეს ესეთი რაღაც. ეს არის ვირეშმაკობა, რასაც ანგლოსაქსები აკეთებენ მხოლოდ სოფლიოში. ეს მინდა კარგად იცოდეთ. კაშმირის რეგიონში მეგობრებო იყვნენ პაკისტანელი მუსლიმები, რომელსაც მართავდა ჰინდუისტი ინდოელი ლიდერი. რადგანაც ეს ყველაფერი იყო პროვოცირებული იმით, რომ ჰეი მეგობრებო, ნახეთ, თქვენი მოსახლეობა კი არის მაგალითად მუსლიმი, მაგრამ თქვენ ყავთ ჰინდუისტი ლიდერი, ასე რომ ეს არის კონფლიქტის რეგიონი და შევქნათ მოდი ამ ტერიტორიაზე ამკლავი, ჩვეულებრივი, რავი, აპარტეიდი, მოდი ესე ვთქვათ, აპარტეიდი, რომელიც იქნება ჩრდილოეთი მხარე, იქნება კონტროლირებადი პაკისტანის მიერ, სამხრეთი ბროდიში ჩრდილოეთი იქნება ინდოეთის მიერ კონტროლირებადი, სამხრეთი პაკისტანის, მაგრამ ჩრდილოეთში მეგობრებო, იყო ნახეთ, რამხელა ვირეშმაკობა ჩადებული, რომ ჩრდილოეთიდან მოიდინება სამი მთავარი მდინარე, რომელიც არის სასმელ წყალზე უზრუნველყოფილი ძირითადად ჩრდილოეთი და ცენტრალური პაკისტანის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ინდოეთის ხელში. გაფორმდა 1960 წელს Treaty of Water, ეს არის წყლის შეთანხმება, რითიც ინდოეთი ვალდებულია, რომ ამ კონფლიქტის ზონიდან წყალი იაძლიოს პაკისტანს. დაახლოებით ესეთი რამეა. ხო, ეხლა რა ხდება? აქ იყო დაპირისპირებები, დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის გაყინული კონფლიქტი, რომლის პირდაპირ ხელწერა ანგლოსაქსების, იმიტომ რომ თუ ოდესმე სავაჭრო მაგალითად პრობლემები ექნებოდა პაკისტანთან, გამოიყენებდა კაშმირს, თუ ინდოეთთან ექნებოდა პრობლემა, ასევე გამოიყენებდა კაშმირს. ანუ ეს არის ძალიან დიდი ვირეშმაკობა. მე ხას უსვა ამაზე რატო? როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო სამოქალაქო ომი ხალხო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კონფედერატებს აფინანსებდა ორივეს ბრიტანეთი. ჩრდილოეთსაც და სამხრეთსაც. და ბოლოს უკვე ჩრდილოეთისკენ რო იყო უკვე გადახრილი ყველაფერი და კონფედერატრები აკეთებდნენ full scale ის საპორტი მიცეს ჩრდილოეთ ამერიკას. ხო, აი ესეთი ანგლოსაქსების ბუნება. ორივე მხრიდან ფულს აკეთებენ, წარმოქმნიან შენს ტერიტორიაზე რაღაც კონფიგურაციებს, მერე მაგალითად მოუნდებათ გეტყვიან რომ აი მეგობარო, ნახე, კაშმირი არის დამოუკიდებელი ქვეყანა, შენ თუ აღარ მოიწონები, კაშმირი არაა დამოუკიდებელი. ანუ აი ესე მუშაობს სამწუხაროდ ბინძური პოლიტიკა, მეგობრებო. კაი, დაუბრუნდეთ ამ ყველაფერს და კრიტიკას ცოტა მოგვიანებით. ეხლა უყურებ ეს ყველაფერი გრძელდებოდა თითქმის დღევანდელ დრომდე, რომ შეთანხმება არსებობდა, მაგრამ ხშირი იყო აქ დაძაბულობები, ხშირი იყო აქ ტერიტორიული დაჯგუფებები, ინდოეთი აბრალებს კაშმირს, იმას რა ქვია, პაკისტანს შემხარს უჭერ კაშმირში ადმინისტრაციულ კონტროლებად ისეთ სამხედრო არაოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებებს, როგორებიც არიან ჯიჰადისტები და ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, რომ აი შენ ხარ ტერორისტი, შენ ებრძვი დამოუკიდებელ ქვეყანას და ნუ ეს ისტორიები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. დაახლოებით 2 დღის წინ ინდოეთმა გადაუკეტა ოფიციალურად კაშმირს და დაარღვია 1960 წლის შეთანხმება წყლის მიწოდებაზე. რაზედაც პაკისტანმა მისცა დრო, რომ შენ თუ მაგალითად არ დააბრუნებ გარკვეულ პერიოდში სასმელ წყლებს პაკისტანის მოსახლეობაზე, ეს აღქმული იქნება როგორც დაპირისპირება, არა როგორც მაგალითად ადგილობრივ კონტროლერებად პაკისტანელ იმაში, რა ქვია, ადმინისტრაციულ ერთეულში, არამედ მთელ პაკისტანთან. და ის არ დაგავიწყოთ ორივე ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. პაკისტანს ხარს უჭერს არაბული ქვეყნები, ძირითადად ჩიიტური მუსლიმური ქვეყნები, ნუ ირანი, რა თქმა უნდა, თავისთავად, ჩინეთი, რადგანაც ჩინეთს თავის მხრივ დაძაბულობა აქვს ტიბეტის ჩრდილოეთით, ინდოეთთან და სხვადასხვა მიწებზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს ხარს ინდოეთს, ნუ რუსეთი აქ ცოტა ნეიტრალურია, მაგრამ ირიბად პირდაპირ თუ ირებად მაინც ინდოეთთან აქ ხარდაჭერა, თურქეთი უჭერს ასევე პაკისტანს და მოკლედ მეგობრებო, ეს არის დაახლოებით ახალი ავღანეთის მცდელობა, რაღაც ახალი უკრაინიზაცია, ნუ არ გაგიკვირდეთ რომ აქ მალე გაჩნდეს ფრი კაშმირის შედახელები, სლავა კაშმირ, ან რაღაც ეგეთი დანიშნულები მით უმეტეს აქციები გაიმართოს რუსთაველზე და აი ესეთი ბუნება გვაქვს მეგობრებო, ზოგადად მე კონფლიქტის ბუნებას ვინც არ იცნობდით, კონკრეტულად გეოპოლიტიკურ ამ ნაწილში მე ძალიან მარტივად შევეცადე რომ ამეხსნა თქვენთვის ის რომ საერთოდ ეს ახასიათებთ იმპერიებს პირდაპირ რომ ხაი ხوارი მაგალითად რუსეთს ესეთი ლაპარაკია, რუსეთი ოკუპანტი, რუსეთი მიმაშება შედის, რუსეთს მესმის, მაგრამ ბევრად უარესი არის ანგლოსაქსები, მეგობრებო. კი არა, შედარებაც არ შეიძლება. აი, ყველა კონფლიქტი, ხო, აი რომელი ერთი ავღანეთი, ისა რა ქვია, ვიეტნამი, კორეის ომი, იუგოსლავია,
რა ვიცი, გადმოდით აქეთ ახლო აღმოსავლეთი თავიდან ბოლომდე, გადმოდით ინდოეთის საკითხი აიღეთ სერბეთი, აი კოსოვოს რო დამოუკიდებლად აღიარებ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მაგ საუბარი, ხო, აი რომელიც არის სერბეთის ყოფილი ჩვეულებრივი რეგიონი, აი როგორც ახლა მაგალითად ამერიკამ რო აღიაროს, აი სამეგრელოს დამოუკიდებლობა, ან კიდე აღიაროს იმერეთის დამოუკიდებლობა. ანუ ჩვეულებრივი სერბული მიწები იყო და ამერიკა გამოიტყვა, რომ ჰეი, კოსოვო დამოუკიდებელია. ეს უნდა ცროთ თქვენ, რადგანაც ესე ჭირდება ამერიკას და 2008 წლის სანამ საქართველოს ოკუპაცია დაიწყება და რუსეთი იღებს ესეთ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, შენ თუ კოსოვო აღიარე, მე ვაღიარებ აფხაზეთს და ვაღიარებ სამონჩაბლოს. და საერთოდ ისეთი გენიოსები ყავს ამ ქვეყანაში, რომ ვერ ხვდებიან ამას, გაიგე? ანუ ეს კონსპირაციები კი არა ხალხო, ანუ ეს არის ფაქტები რეალურად. ამერიკა აღიარე კოსოვო, რუსეთს შემოიჭრა საქართველოში. ამას გეოპოლიტიკურ ენაზე ქვია საჭადრაკო დომინოს ეფექტი. მე კი არ ვაპარავებ ხა რუსეთის აქ შემოსვლას. არა, არავინ არ აპარავებს. მე მინდა გეოპოლიტიკურად განახოთ რა ხდება და როგორ მონაწილეობენ აგლოსაქსები ყველა დაპირისპირებაში. აფხაზეთის საკითხი ავიღოთ მაგალითად. რატო არის აფხაზეთის საკითხი ესე გაყინული? ვისი მარტო რუსეთის ინტერესი შედიოდა, არ შედიოდა. აქ იყო ამერიკული ინტერესიც. რადგან ამერიკასთანაც ამერიკასთვის შენ ყოველთვის რუსეთი შენი მტერი უნდა იყოს. ანუ იმისათვის რომ შენ ამერიკა ყოველთვის გევაჭროს, ყოველთვის უნდა ყავდეს ერთი მტერი, ანუ რუსეთის სახით, ანუ თვითონ რუსეთსაც კი არ მიცემს იმის საშუალებას ამერიკა, რომ მაგალითად შენ დაუმეგობრდე რუსეთს და გამონახო საერთო ენა. ამერიკისთვის შენ ყოველთვის რუსეთის მტერი უნდა იყო. და ეს გაყინული კონფლიქტები. აფხაზეთი, სამაჩაბლო, კოსოვო, აგერ კაშმირი, ღაზა, ვესტბენკი, ყველაფერი ვის ინტერესში შედის, ხალხო, ანგლოსაქსების. რატო კეთდება ეს მაგალითად ისრაელის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აგერ უკრაინის საკითხი, დონეცკი, ლუგანსკი, რატო? ერთი პასუხი აქვს, რომ ესეთი კონფლიქტის რეგიონებით ისინი აკეთებენ დიდ ფულს. და როცა უნდა გეტყვიან, აი შენი მტერი, აი შენი მოყვარე, აი შენი მტერი, ვისაც და რომელიცაც დასავლეთი შენ ჩაგზახებს, ისა შენი მტერი და მოყვარე. აი ეს არის უსამართლოა, მეგობრებო, აი ეს არის რეალობა. აი ზუსტად იგივე სცენარი ვითარდება ეხა აქ და მე იმიტომ განახებთ ამ ყველაფერს უფრო ეგზისტენციალურად თქვენ დაინახოთ პრობლემისას ეხა მე ხო იმას მე ხო არ ვარ სამხედრო ჟურნალისტი ეხა ამდენი გადასხეს ის საკენეს მე განახებთ პოლიტიკის ბუნება, გეოპოლიტიკური ბუნება როგორია ადამიანის, განახებთ რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ აი ამ იმებს მახინაციებს რასაც ესენი მონაწილეობენ, ჩვენ უნდა გქონდეს რაციონალური შეხედულება ამასთან მიმართ რომ აი ნახე როგორ გვიყენებენ ეს ხალხმა რო არ იცის, იმიტომაცაა ხალხის ემოციურად მანიპულირება მარტივი. ხალხის რუსთაველზე გამოყვანა, ხალხის ქუჩაში იმაში როქია ცემატყება, წყლით გაწუწვა, რატო? იმიტომ რომ ესენი არ იციან. და ემოციებით მანიპულირება მარტალაბ დაიჭირა რუსეთი ოკუპანტია დროშა აფრიალე, მე ის გამოვა ვიღაცა ამერიკა შენი მეგობარია, იქ ევროპა შენი ის არის ფარველი ანგელოსი რაღაც ისულელები, ხო? მე მოუწოდე მე ჩემ გამომწერებს ამაყოფ, იმიტომ რომ თითქმის 140,000 გამომწერს მივაღწიე უკვე და მე მაქვს განსხვავებული ესეთ ხელწერა მეგობრებო საინფორმაციო იმაში როქია ვიდეო ბლოგინგში, რადგანაც მე თქვენ განახებთ პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, სამართლებრივ, ასევე სხვადასხვა სპექტრში, თუნდაც ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაზე ერთი ვიდეო მაქვს, რა არის ფაქტი, რა არის თეორია და რა არის ზოგადად რეალობის ბუნების არსი. ანუ მე ჩემი ვიდეოები ემსახურება ამ ინფორმაციის, ანუ ჩემი სოფხედველობიდან გამომდინარე არსებული იმ ინფორმაციაზე ანალიტიკას და მშელობას, რომელიც თქვენ ამ ინფორმაციებს გაკავშირებინებთ ერთმანეთს. აი მაგალითად პოლიტიკური ფსიქოლოგია დავაკავშიროთ მაგალითად სოციოლოგიას. თვითონ და ძალიან ბევრი საერთოდ სოციოლოგია იკვლევს ზოგადად რა არის ხალხთა ბუნების არსი, პოლიტოლოგია უფრო ღრმად ჩადის და უკვე იტყვის თვითონ რა არის ადამიანის ფუნდამენტი. ამიტომ მე ხა პროფესიითაც რა თქმა უნდა ეგვარე ხა მაგ მიმართულებით და თან ზოგადად ჩემი ჰობია ბავშვებიდან ეს ყველაფერი, მე ვცდილობ რომ აი ჩემი რაც ღმერთმა ნიჭი მომცა რომ ყველაფერი ეს ინფორმაცია თქვენ მოგაწოდოთ. რომ თქვენ არ იყოთ იმ სრულ პროპაგანდის მსხვერპლი, რასაც ეწევიან მეინსტრიმ მედიიდან საქართველოში. იმისათვის რომ ჩვენ დაგვაზომბონ გვაომონ ერთმანეთთან, რადგანაც რაც უფრო პოლარიზებულები ვიქნებით, რაც უფრო ერთმანეთს დავცხებთ, მით უფრო მარტივად გვმართავენ. ნახეთ, კონსოლიდირებული არავის არ ჭირდები საერთოდ. არავის. არც ჩრდილოეთს, არც აღმოსავლეთს, არც დასავლეთს. ეს არის ზღაპარი და არავინ თქვენი მეგობარი არაა კიდე. არ არსებობს სახელმწიფოებს შორის მეგობრობა, ეს არის ზღაპრები. სახელმწიფოებს შორის არსებობს დროებით ინტერესები, მსგავსად როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, არსებობს ვიგო და ხაზგასმით და არსებობს გამოყენება. როცა აღარ დაჭირდები, ისე გადაგისვრიან როგორც არაფერი. ესეთია სამწუხაროდ რეალობა რა. ხო, ესეთი დაძაბულობა აქვს, მაგრამ ხა მე თქვენ კაშმირი მინდა განახოთ, ეს კაია ღმერთო რომ ხა გადავედი, ნახეთ ხა რა ლამაზია მეგობრებო კაშმირი რა. მოდი განახოთ. Gentlemen,
Welcome to the stunning beauty of Azad Jammu and Kashmir in Pakistan, often called heaven on earth. This region is known for its green valleys, majestic mountains, and clear rivers. Neelam Valley's blue waters, Banjosa Lake, and Rawalakot's breathtaking views. აი კაშმირის რეგიონი მეგობრებო არის ფილტვები ინდოეთისა და პაკისტანის ეს რო წარმოვიდგინეთ რა ყველაზე დიდი სასმელი წყლის მარაგი აქ არის ყველაზე დიდი არამტკნარი წყლების რაოდენობაც აქ არის ყველაზე ლამაზი ბუნება აქ არის ტურისტულად ყველაზე ატრაქტივ ზონებიც აქ არის მოკლედ ეკონომიკური ინფრასტრუქტურული იქიდან აქვე საშუალება მაგრამ აქ პრობლემა რა არის ინვესტიციები აღარ შედის ანუ საომარი კონფლიქტის ზონა რო აი ხა ჩვენი ლამაზი აფხაზეთი ხო აი გული მწყდება რომ აფხაზეთს უყურებ ხოლმე არც რუსებს ადარდებთ, არც აფხაზებს ადარდებთ, არავის არ ადარდებთ ამ ქვეყანაზე. რა ულამაზესი მიწა აფხაზეთი, მე იმიტომ კი არ ვლაპარაკო ამას ახლა რომ ახლა თქვენი გული მოვიგო რომ ახლა უცხოს როგორ არა მე გეუნებით სულ რო ქართველი არ ვიყო მე ჩემთვის აფხაზეთის სილამაზე ვერ შეედრება ვერაფერს. ამაზე არაერთი ვიდეო მაქვს გადაღებული იცი წინა საფხულს და ძალიან ბევრი და ძალიან ღრმამნიშნულობის პოლიტიკური და ტურისტული ესე თქვა ანალიტიკა აი როგორც აფხაზეთი მეგობრებო არის გაყინული თავიდან ბოლომდე და სამწუხაროდ არაფერი არ ხდება შიგნით საერთოდ პრაქტიკულად არც ინვესტიცია ხორციელება არც ინფრასტრუქტურული განვითარება და არის ჩვეულებრივი არ შემდგარი სამხედრობაზე ესეთივეა კაშმირი რა ზუსტად კონფლიქტის ზონა არ შედის ინვესტიციები არ იხარჯება ფული ვერ შედიან კომპანიები არ კეთდება თითქმის არაფერი არ ხდება ხალხის მოზიდვა და ესეთი სილამაზის ბუნება არის გაყინული საერთოდ იზოლირებული აგერ ტურისტები იყვნენ ძლივს რადგან ჩასული და იქ ვიღაც ტერორისტებს დაუხოცია და ნუ კაი ძალიან გული მწყდება საერთოდ აი ესეთ რეგიონებში ესეთი პრობლემები რო არსებობს მეგობრებო რა აი ესეთ რეგიონებში ესეთი პრობლემა ნუ ერთი აზერბაიჯანს გაუსმებდი ხას რომ აზერბაიჯანს აქვს იმის შესაძლებლობა თურქეთის ძალიან დიდი დახმარებით რადგან თითქმის ერთი ხალხია რომ აზერბაიჯანს აგერ მოუნდა და საკუთარი პრაქტიკულად ისა რა ქვია სომხეთთან სადავო მიწები მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა სამხედრო გზით ნუ ეს ჯერ უკრაინის ომისად იყო პირველ დრონები რო გამოიყენეს მან ხო ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი და აზერბაიჯანი არის ერთადერთი ქვეყანა მეგობრებო ვინც ტერიტორიების კონტროლი აღადგინა რომელიც მას რეალურად ეკუთვნის ну საკუთარი მტკიცებით ასე ვთქვა და ეხლა მაგის ბუნებას მე ძალიან ხრმად არ ვიცნობ ეხლა რომ გამოვიდე და ის განცხადება გავაკეთე ყარაბაღი იმისი არ სომხების საერთოდ თვითონ არ კვიან ეს ჩემი საქმე არ არის მე ხა მე რასაც ოფიციალური წყაროები არ ამბობენ მე ამ ყველაფერს უბრალოდ ციტირებ რა თქმა უნდა და უბრალოდ საწყენი რა არის ეხლა რომ აი ესეთი ლამაზი ტერიტორიები კაშმირი აფხაზეთი ესენი აი უბრალოდ ეწირება იმპერიების ორთაბრძოლას და ის კი არ არის უბედურება მეგობრებო რომ აი მაგალითად რატო ხდება ეს ყველაფერი ის რომ ადამიანს ყურის შებერტყვაც არ უნდა როგორ იყენებენ და ამათ მართლა ჯერათ რომ ვიღაცები არიან ამათი მეგობრები ამათი მტრები ანუ ამის ჯერათ იმიტომ რომ ასე აჯერებენ ასე ზრდიან ასე იქნება ნარატივი და ძალიან მარტივია ხალხო ემოციებით манипуლირება ხალხს მე მაგიტომ აი არ ვცდილობ ხალხზე როგორი სახის იმას რა სოფისტური წინადადების განცხადებას იცი რომ ხალხს ემოციურობა უფრო მეტი მივცე ვიდრე რაციონალურობა მე მირჩევნია რომ სიტყვაზე თქვა სიმართლე და ამის გამო მე დავიმსახო რომ ძალიან დიდი ტალახი მე არ მეშინია ამის საერთოდ არანაირი პრობლემა რა აქვს არც კრიტიკაზე არც კომპლექსები მახასიათებს იმის რომ ვაიმე მე შემეხრენ არ მაქვს თუ საჭიროა გამაკრიტიკე თუ საჭიროა საგინებელი გინებაზე ანუ არაფერზე არ მაქვს პრობლემა ანუ ჩემი წყობილებიდან გამოყვანა ეს იმდენად რთული რამეა რომ აი ეს თუ ვინმე შეძლოს ცხოვრებაში ალბათ მაგის გამო რავი ვახტანგ გორგასლის მედალს ჩამოვკიდებ ან გიორგი ბრწყინვალეს იმიტომ რომ იმდენად კარგად მაქვს ეს იმუნიტეტი მაგალითად სოციალურ კლიშეებთან და სოციალურ ქსელებიდან გამომდინარე მოსული საფრთხებიდან რომ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს მაგრამ მე იმ ხალხის გასაგონად იმიტომ რომ მე არაფერი მაკლდება ამით ხალხო მე არაფერი მე ვამბობ რომ ჩვენ სანამ არ მოვახდენთ ამ იზოლაციის გარღვევას და ჩვენ სანამ კრიტიკულად არ შევხედავთ ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს ამ ცხოვრებაში ყველაფერს მეც მათ შორის ყველას ჩვენ არაფერი გვეშველება ხალხო მე ამიტომ გული იმიტომ წყდება ეხა იმ ყველაფერზე ნახე და ეხა ხო გეუბნები და ესეთ ლამაზ მიწებზე საუბრობ და როგორ ვერაფერს ვერ აკეთებინებენ და როგორ სამწუხაროდ როგორ იყენებენ იმპერიები საკუთარი პოლიტიკისა და ნარატივის გასავრცელებლად მაგრამ ადრე მეგობრებო თუ იყო მე-20 საუკუნეში მაგალითად ხიშტი დღეს შემოგიყვანენ NGO-ებს და დაგიპირისპირებენ თქვენ. გაუმებენ ერთმანეთს. ან დღეს უკვე არის საინფორმაციო ომის ნოუ-ჰაუ საერთოდ პოლიტიკაში რა. საერთოდ ახალი გენერაცია. ამიტომ ვისწავლოთ მეგობრებო, ვისწავლოთ. მეც ბევრი რამე არ ვიცი.
მეც თქვენთან ერთად ვსწავლობ. მე არ ვარ ყოლის შემძლე და არცად მაწერია შუბლზე რომ უცხომ ყველაფერი იცის. მაგრამ მე მაქვს დაუუკებელი წყურვილი ჭეშმარიტების, მე მაქვს დაუუკებელი წყურვილი და ესე ვთქვა ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. რომ რაღაცებს ჩვენ თუ არ დაუპირისპირდეთ სწორად, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაშენდება. ზუსტად იგივე გზაზე არიან. ეხლა ამათ შორისო ბირთვული ომით წამოიწყოს. ეხლა მე არ ვიტყვი რომ გლობალური იმაში გადაიზრდება, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ჯერ ინდოეთის მოსახლეობა რამხელა, მერე პაკისტანი რამხელა მაგიმით. აი ეს დაპირისპირება თუ გადავიდა და დაიწყეს ერთმანეთთან ცემატყება და გლეჯვა და უბედურებები, ეს როგორ შეეხება ევროპაში არსებულ აპარტეიდებსა და საკუთარ მაგალითად ეთნოსახელმწიფოდან გაქცეულ და შექმნილ იმას რა ქვია სოციალურ ბანაკებს როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ბირმინგემი, ლივერპული, მანჩესტერი, სადაც პაკისტანელები, ინდოეთი, ჩვეულებრივი ინდოეთია ხალხო ლონდონი. მე განახებთ მაგ კადრებს ახლა. ყველაზე პოპულარული სახელი არის მუჰამედი ინგლისში. ყველაზე პოპულარული სადაც იყო მაიკლი, ჯეიმსი და ეგენი მე-20 საუკუნეში არის მუჰამედი ყველაზე პოპულარული. ეხლა უყურეთ, აქ თუ ომი მოხდა და დაიწყო ამ ილეგალ ელიენების შესება ევროპაში. მათ შორის თუნდაც საქართველოში. მე თქვენი კითხეთ მართლა რა უბედურება და ეს არის ატომურ ბომბზე უარესი, მე თუ მკითხავთ რა. ატომური ბომბით რო გივარდება, იცი რომ ყდარი ხარ. და საერთოდ აღარაფერი მოხდება, მაგრამ ნენელა რო სიცხლს წოვენ ტკიპებივით და იმებით გასიან, რა ქვია, სოვებივით თავზე გასიან, ეს არის უბედურება რეალურად. არალეგალური მიგრაცია და ეს ისენი, რა ქვია, არალეგალი ისენი, რა ქვია, მიგრანტების კემპები, აზულიანტები რა დაახლოებით ეგეთი რაღაც. ამიტომ ძალიან საფრთხილოა ეს საკითხი, არ გეგონოთ ის, რომ ინდოეთისა და პაკისტანის კონფლიქტი თქვენ არ გეხება, ყველას გვეხება. თითოეული კონფლიქტი საქართველოს ეხება, იმიტომ რომ საქართველოს უჭირავს დედამიწაზე ისეთი საქარავნო და გეოპოლიტიკური არეალი, რომ ყველაფერი გეხება, ირანის პრობლემაც გეხება, აზერბაიჯანის პრობლემაც გეხება, ისრაელის პრობლემაც გეხება, რუსეთის პრობლემაც, უკრაინის, თქვენ ყველაფერი გვეხება, რადგან ჩვენმა ტრანზიტი პრაქტიკულად და ვაკავშირებთ დიდ სახელმწიფოს ერთმანეთთან. ამიტომ პირიქით უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, უფრო დელიკატურები უნდა ვიყოთ და უფრო მეტი ძლევამოსილება უნდა გამოვიჩინოთ საკუთარი ერის სახელმწიფოსა და საკუთარი ადგილობრივი უსაფრთხოების შესამჩნევლად მეგობრებო. რავი, დაწერე ხა მეტი ინფორმაცია ამაზე არ არის, ხა მე რო გითხრათ, ხა რაღაც სპეკულაციები და თეორიებს აღარ გავუყვები იქით, რამე ეს მოხდა ორდღიანი დაპირისპირება, ხა ველოდებით როგორ იქნება პაკისტანმა გააფრთხილა ინდოეთი, რომ თუ არ გახსნის წყალს, ამას ყველაფერს მოყვება full scale invasion, ანუ სრული სამხედრო დაპირისპირება და ნახოთ როგორი იქნება, მე თქვენს სიახლეებს გაგაცნობთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება საქართველოში, რა ხდება ფსიქოლოგიაში, რა ხდება სოციოლოგიაში, რა ხდება კონსპირაციებში, რა ხდება რელიგიებში, რა პროფილის მე მეხება მეგობრებო, ჩემი იმედი ყოველთვის თქვენ გქონდეთ, რადგან რაშიც ვიცი რომ ძლიერი ვარ, ჩემი თავი გენაცვალოთ ყველაფერში და რაც არ მესმის, მანქანები ისენი ესენი ძალიან ბევრი არქივი გვაქვს და ძალიან ბევრი რაღაცები შეგიძლიათ უყუროთ, მაგრამ მე რაც მეხება მეგობრებო, მე ყველაფერს თქვენ მოგაწვდით ინფორმაციას, რათა ჩემი გამომწერები და ჩემი ქართული ხალხი არ იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დროებით.